მაქვს შიდა ვენები, მაქვს ჩაქცევები, რითი უნდა ვიმკურნალო? საერთოდ აქეთ იმით დავიწყებ, რომ შიდა ვენები ყველას გვაქვს. ანუ ვენები შიდა და გარე ყველა არის. ეგ არ არის სწორი რამ. ანუ თუ აქ ვენები არ ეტყობა გარედან, მაგრამ თulis რომ ვენები გაფართოებული, შეიძლება ამას გულისხმობს, მაგრამ ეს უნდა დადგენილი იყოს ნამდვილად, ხო, დიაგნოზი. ჩაქცევებთან დაკავშირებით აქ მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ნუტრიენტების დეფიციტია და მათ შორის K1 ვიტამინის. ანუ K2-ის არა, K1 ვიტამინის დეფიციტმაც იცის ჩაქცევები, იმიტომ რომ ამავე დროს კიდევ შეიძლება ერთი მიზეზი იყოს, ეს არის აზოტის ჟანგის დეფიციტი, როცა სიზარღვის კედლის სტრუქტურა აღარ არის ისეთი გამძლე და ადვილად წყდება. აზოტის ჟანგი შედის, როგორც გახსოვთ, ჩემ წინა ვიდეოებში ალბათ არაერთხელ მოусმინეთ, ეს არის კაკაო, ეს არის რუკოლა და ნუ აი თქვათ სისელს ესეთი ფორმულა ფორესტორი, რომელშიც ასევე შედის და ესეც შეიძლება იყოს მიზეზი. როცა უკვე გამოიბერება გარედან, ანუ ეს შიდა ვენები ახლა რასაც არა, შიდა ვენები შეიძლება ვიღაცამ უთხრა ეს ან რაღაცა დიაგნოზი დაუსვას. შიდა ვენებს როგორ დაინახავს გარედან? ეს ეთქობა ან რაღაცა. ხო და რაღაც რითი როგორ დაუდგინდა? შიდა ვენების გაფართოება, ანუ სიღრმისეული ქვია, შიდა ვენა არ არსებობს. ანუ სიღრმეში არსებული ვენები არის კანქვეშ არსებული, ხო, გარეთ, რომელიც ჩანს. და თუ სიღრმისეული ვენებია, თქვა გაფართოებული, ცოტა ძნელად წარმოსადგენია. იმიტომ რომ პირველ რიგში როცა შეფერხება დაბყოლება ის იწყება კანქვეშა გარე რომელიც ჩანს იმ ვენების გაფართოებით იწყება იმიტომ რომ ღრმა ვენა კუნთებს შორის არის და კუნთებს შორის იმდენად დიდია კუნთების ზეწოლა მასზე რომ იქ რო სიზარღვე გააფართოვო ძალიან ძნელია. ხო ჩვენი ვენებში სისტემოქცევას კუნთებით ვახერხებთ ჩვენ. კუნთი შეკუმშვა გაშლის დროს წარმოიქმნება ეს პერისტალტიკა, როგორც ნაწლავის პერისტალტიკა არსებობს. ისეთივე პერისტალტიკა და სიღრმისეული ვენის გაფართოება, როცა გარე კანქვეშა ვიზუალურად არ ჩანს, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ კანქვეშა იმიტომ ფართოვდება უბრალოდ რომ ერთ მხარეს კი აქვს კუნთი, მეორე მხარეს კანი აქვს, რომელსაც არ აქვს, თქვა, შეკუმშვის უნარი, ისეთი ძლიერი ზეწოლის უნარი, როგორც კუნთი აწვება. და ამიტომ გარეთ მხარეს, კანის მხარეს ფართოვდება. და როცა სიღრმისეულია, იქ ყველა მხრიდან კუნთია და ძნელად წარმოსადგენია კუნთი უნდა მოდუნდეს მაშინ, მომჩვარდეს რაღაცა ატროფია, განიცადოს რომ იქ არსებული, მათ შორის კუნთებს შორის არსებული ვენა გაიჭიმოს. ხო, შეიძლება სისხლჩაქცევების გამო ექიმმა უთხრა მასე, რომ შეიძლება უფრო სავარაუდოდ ვიღაცამ უთხრა, სადღაც მოისმინა რაღაცა. ჩაქცევების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გითხარით, ეს არის ან ნუტრიენტების და განსაკუთრებით K1 ვიტამინის დეფიციტი, ან მეორე შეიძლება იყოს აზოტის ჟანგის დეფიციტი, რომელიც ერთის და მეორეს შევსებაც შესაძლებელია. გააჩნია ხო როგორი სისხლჩაქცევებია? ხო, გააჩნია. არის ვარიანტი, რომ შეიძლება რაღაც პათოლოგია იყოს, თქვა, ღვიძლის პათოლოგია, პათოლოგიის დროს შეიძლება სიზარღვის პათოლოგია, სისხლის თვითონ სტრუქტურის პათოლოგია, სისხლის დაავადებების დროსაც იცის. რა თქმა უნდა, თუ ასეთი არ არის დასმული და უბრალოდ აი ხანდახან ასე ემართება ის რაც გითხარით. როგორ უნდა განასხვაოს პაციენტმა, როგორი ახლა კი თქვი? პაციენტი ვერ განასხვავებს, ეს გამორიცხულია. პირველი თუ ჩაქცევები ძალიან ხშირია, დიდ უბანზეა, ხო ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და მიმართოს ჰემატოლოგს, სისხლის ექიმს. თუ ჰემატოლოგიური პათოლოგია გამოირიცხება, ანუ სისხლის დაავადება, წვლის ვენის დაავადება, ხო და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში უკვე ის რაც თქვით, ეს არის K1 ვიტამინის დეფიციტი, ეს არის აზოტის ჟანგის დეფიციტი და ასე შემდეგ. შეიძლება არ არის გამორიცხული, კიდევ გამახსენდა ერთ ეს კოლაგენის დეფიციტის დროს. თუ სიზარღვის კედელს ხო კოლაგენი თავი სტრუქტურა, ერთ-ერთი თავი სტრუქტურაა. შეიძლება კოლაგენის დეფიციტი არ იყოს, მაგრამ კოლაგენის პრეკურსორების დეფიციტი იყოს, მათ შორის ვიტამინი C, იცის ხშირად. და ეს ყველაფერი ერთად აღებული, ყველა ვარიანტში დიფერენციაცია უნდა და ყველა ვარიანტში ეს პაციენტი პირველ რიგში უნდა მივიდეს ექიმთან და კონსულტაცია გაიაროს. მადლობა.